საპროტესტო აქციების საფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკის სასამართლომ დამნაშავე ცნო და 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. ხომერიკი ბრალს არ აღიარებს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მან საბოლოო სიტყვა წარმოთქვა და აღნიშნა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდულია. ხომერიკის სამართალდამცავებმა 2024 წლის 2 დეკემბერს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით გზის გადაკეტვისთვის მასთან ერთად დააკავეს, თუმცა პროკურატურის ინფორმაციით დაკავებისას მას ცეცხლგამჩენი მოწყობილობები აღმოუჩნდა, რომელიც გამოყენებისთვის იყო გამზადებული. ხომერიკის ბრალი დანაშაულის მომზადება შეედება, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღესვე საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ გადაწყვეტილება საქმეში მტკიცებულებების არარსებობის საფუძველზე მიიღო. აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს, მას გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა ტარებას ეტავებოდა. ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. დღესვე ნიკუშა კაციას შემდეგი სასამართლო პროცესი 26 აგვისტოს 15 საათზე ჩაინიშნა, სადაც საბოლოო სიტყვის უფლებით უკვე დაცვის მხარე ისარგებლებს. კაციას გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვას ედავება დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ 11 აგვისტოს ანტიკორუფციული ბიუროსგან მიიღეს მორიგი წერილი, რომლითაც ედავებიან უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის დარღვევასა და ასევე სთხოვენ განმარტებებს თუ რატომ არ დარეგისტრირდნენ უცხოძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ანტიკორუფციულ ბიუროს სამართლებრივ დოკუმენტაციას გაუგზავნიან, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მათ არ ეკუთვნით შესაბამის რეესტრში დარეგისტრირება. განცხადებას ხელს აწენენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, საფარი, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს, მედიის განვითარების ფონდი, ისფედი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესებს. ამერიკული ფარა სტანდარტით, რომლის ასლის არის თითქოს ეს კანონი, ჩვენ არ გვეკუთვნის ამ რეესტრში რეგისტრაცია. ამის შესახებ ივანიშვილი კუპრაშვილის ბიუროს ჩვენ შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტაციას გავუგზავნით. ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ საქართველოს არ გახდება ისეთი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, როგორსაც ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს. მათ გადაწყვიტეს აქტიური დამოუკიდებელი ორგანიზაციების წინააღმდეგ პირველ რიგში ამ დევნის დაწყება. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ფარას შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ორგანიზაციების ხელმძღვანელების წინააღმდეგ და შეიძლება ითქვას, რომ რუსული ლოგიკით აღსრულებული ფარა იქნება კიდევ უფრო მძიმე და რეპრესიული კანონი. ჩვენ მრავალი წელია ვემსახურებით კონკრეტული ჯგუფებისთვის სამართლიანი, თანასწორი, უსაფრთხო გარემოს შექმნას. და ამავდროულად ჩვენ გვყავს მრავალი მხარდაჭერა და შეუძლებელია ვთქვათ, რომ ჩვენ რომელიმე კონკრეტული უცხოური ძალის ინტერესზე ვართ მიბმული. ეს ეგრეთ წოდებული კანონპროექტი გახლავთ მთავარი ერთ-ერთი მტრული გადაწყვეტილება, რაც მიიღო ივანიშვილმა ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ, ის ზღუდავს და ცდილობს რომ გააკონტროლოს მთლიანად არასამთავრობო ორგანიზაციები და რა თქმა უნდა არასამთავრობო ორგანიზაციები არიან წინააღმდეგობის რეჟიმში, თუმცა ნებისმიერი ტიპის რეპრესიული ზომა ივანიშვილის და მისი ბანდის მხრიდან არ არის გამორიცხული და მოულოდნელი. აქ მე მგონი სანერვიული არაფერი არ არის, ის რაც არის ფაქტი და მოცემულობა, მხოლოდ ამასთან დაკავშირებით ექნება ბიუროს შესაბამისი რეაგირება. ვიმეორებ, კანონის დარღვევა არავის არ ეპატიება, თქვენს კარგად იცით და თუ არ არის კანონის დარღვევის ფაქტები, კი ბატონო, მაშინ გამოგზავნდნენ და თქვან, რომ ეს ფაქტი არ არსებობს და შესაბამისად ჩვენ ეს არ დაგვირღვევია. შესაბამისად მე ექნება პასუხი უკვე ანტიკორუფციულ ბიუროს და მისი, რა თქმა უნდა, ვალდებულებაა, რომ ფაქტები წარმოადგინოს, სად მოხდა დარღვევა. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაცია დასრულებულია, როგორც გავრცელებული ინფორმაციაში აღნიშნული CSKO-ს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 17 პარტიამ მიმართა, მათგან კი 3-ს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავ 100-თა სხვადასხვაობა. არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს პარტია გირჩი. პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რათა დაგსაქსულიყო და ხელისუფლებისთვის შესაძლო გამარჯვების ბერკეტები შეექმნა. გირჩი კანდიდატს შიდა პარტიული პრაიმერისით არჩევენ. მერობის კანდიდატების შერჩევის პროცესი აგვისტოს განმავლობაში გაგრძელდება. გირჩი აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ოპოზიციურ სპექტრში თბილისის მერობისთვის კომპეტენტური კანდიდატი აქამდე არავის წარუდგენია. არჩევნებში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობას აპირებენ პარტიები გახარია საქართველოსთვისა და ლეილო ძლიერი საქართველოსთვისაც. ლიდერები აცხადებენ, რომ კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა დასკვნით ეტაპზეა. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავაც ბოიკოტში რჩება. ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ წინასწარ წაგებულ თამაში შესვლას არ აპირებენ. ოპოზიციონერი ლიდერების თქმითვე პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნები კვლავაც უცვლელი რჩება. ოპოზიციის დიდი ნაწილი რევოლუციას აწყობს, ერთი ქუჩიდან მეორე არჩევნებში მონაწილეობით უნდა რომ რაღაც რევოლუციური მუხტი აწიოს. ქართული ოცნება ისევ რაღაც მშვიდობას და ომზე ამბობს ადგილობრივ არჩევნებზე, რომელიც არაფერ შუაში არის და ვიცი, ქალაქის მოწყობაზე უნდა ილაპარაკო და დაანგრეულ უკრაინულ ქალაქებს აჩვენებენ ხალხს. და ამ გარემოში ძალიან რთულია მართლა ადეკვატური საარჩევნო კამპანია, იმიტომ რომ გარეთ არის არაადეკვატურობა ეს. რომ არ გჯეროდეს ამ ბრძოლაში შესვლის, ამ ნაბიჯს არც გადავდგავდით და ეს არის მიზანი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით ამ პოლიტიკური პლატფორმით მივიდენ ხალხთან ახლოს და ვუთხრათ სიმართლე და გავაგებინოთ რა არის ნამდვილი გრძელვადიანი მშვიდობა და არა ის ყალბი, დემაგოგია და პროპაგანდა, რითაც ქართული ოცნება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ოპერირებს. საპროტესტო ელექტროდის უდიდესი ნაწილი საერთოდ არ აპირებს მონაწილეობის მიღებას ამ სპეცოპერაციაში, აბსოლუტურ უმრავლესობა მე ვიტყოდი. ამიტომაც ეს არის წინასწარ გაცხადებული სპეცოპერაცია ივანიშვილის, სადაც უბრალოდ როლები ექნებათ მორგებული გარკვეულ ფიგურებს, ახლა ზოგი იქნება სისტემური ოპოზიცია, ზოგი იქნება, მართველი ეგრეთ წოდებული პარტიის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი. ეგრეთ წოდებულ რადიკალურ ოპოზიციას, იგივე ნაცმოძრაობას და მათ ფილიალებს არანაირი შანსი არც ჰქონდათ და არც ექნებათ არც ერთ არჩევნებში. ეს ძალიან კარგად იციან მათ შორის დედა ნაცმოძრაობაში და ამიტომაც არის რომ მონაწილეობას არ ღებულობენ. იმიტომ რომ აირჩიეს ვითომ ბოიკოტის გზა ამ დროს იციან რომ წააგებენ და ამიტომ თავიანთ თავმომრჩევლებს ატყუებენ რომ ვითომ ბოიკოტში არიან. და შეეხება ლელოს და გახარიას ასევე აქაც რა თქმა უნდა უშანსოდ იყვნენ და გამოჩნდა კიდეც ერთი თვეა თვენახევარი დარჩენილი არჩევნებამდე და ჯერ კანდიდატებზეც კი ვერ შეთანხმდნენ. საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს. პარალელურად დანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მიიწვევს. ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალური განმარტებით მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებაა. საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას პოლონეთიც განიხილავს. ქართული ოცნება დასავლეთის კრიტიკას ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევად მიიჩნევს. მმართველი გუნდის ოპონენტები კი თვლიან, რომ არსებული ვითარების მთავარი გამომწვევი მიზეზი ქართული ოცნების ნაბიჯებია. ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, იმედი არ აქვთ, რომ ქართული ოცნება საგარეო პოლიტიკას შეცვლის და კურსს ევროპისკენ შეატრიალებს. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ქართული ოცნება რამე შეცვლის, იმიტომ რომ ამის სრული რო ქონოდა ზოგადად ევროინტეგრაცია სხვანაირად წარიმართებოდა. თუ მართლა ორ კანონზე დავა ყველაფერი, ამ ორ კანონს ანაირ შინაარსი არ გააჩნია. არც ამ კანონამდე ქონდა რამე პრობლემა ოჯახის ღირებულებების ნაწილში, არც ამ კანონმა შეცვალა, იმიტომ რომ არც ერთი კანონი ფაქტობრივად არ მუშაობს. ამ რაღაც უშინაარსო კანონების გამო კარგავთ უვიზო მიმოსვლას ევროპასთან. ივანიშვილის რეჟიმი არათუ ასრულებს მოთხოვნებს, არამედ ის ყველაფერს აკეთებს, რომ კონკრეტული მიმართულებები, სადაც მათ იციან, რომ კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული კანონპროექტები ევროპული ინტეგრაციის პროცესს შეწყვიტავს და იმ სიკეთებს დაგვაგვარგინებს, რაც ევროპასთან ურთიერთობის დროს გვაქვს დაგროვებული, სპეციალურად შეებიან ამას. ამიტომ ხა რა თქმა უნდა, ყველაფერი მოსალონელია, ყველაფერი რეალისტურია, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არის ხელისუფლების და კვლავინდებურად გრძელდება ქართული ეროვნული ინტერესების მტრობა. არანაირი კავშირი საერთოდ ვიზა ლიბერალიზაციას არ აქვს საერთოდ არც LGBT პროპაგანდის აკრძალვის კანონთან და არც გამჭვირვალობის კანონთან, იმიტომ რომ ვიზა ლიბერალიზაცია კიდევ ერთხელ ვამბობ, მიენიჭება სახელმწიფოს იმ კრიტერიუმებით, რა კრიტერიუმებსაც სხვათა შორის დღესაც პოზიტიურად გვიფასებს მათივე ევროპის საერთაშორისო ინსტიტუტები.
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. დაკავებულია უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე, მათ შორის არიან იორდანიის, ეგვიპტის, პაკისტანის, ინდოეთისა და თურქეთის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებულები არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით კი მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამდე რამდენიმე საათი რჩება. ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ალასკაზე ჯერ პირისპირ ფორმატში, შემდეგ კი დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან. ტრამპის განცხადებით, მთავარი სამშელო თემა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა იქნება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინისა და მისი პარტნიორების პოზიცია მშვიდობის გზაზე პრინციპულია. მისი განსაზღვრა უკრაინის გარეშე შეუძლებელია და მოლაპარაკებები მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემდეგ შეიძლება იყოს პროდუქტიული. მისივე განცხადებით, არავის სურს მშვიდობა იმაზე მეტად, ვიდრე უკრაინელებსა და ევროპელებს. რუსეთის მიზანი კი ომია. პარალელურად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსული მხარე ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მოლაპარაკებებზე თავის მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს. ლავროვს საკითხთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია. რუსებმა უკრაინას ისკანდერ M ტიპის ბალისტიკური რაკეტებითა და 97 დრონით შეუტიეს. უკრაინელებმა 2/3 გაანადგურეს, თუმცა 34-მა სამიზნეებს მიაღწია. უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქვეყნის საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მოწინააღმდეგის კუთვნილი 63 დრონი ჩამოაგდეს. რუსული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმებით 13 ლოკაციაზე დაფიქსირდა. უპილოტო საფრენი აპარატები ხარკოვის, სუმის, დონეცკისა და ჩერნიგოვის ოლქების ფრონტის ხაზის ტერიტორიებს არტყამდნენ, ხოლო რაკეტებით ხარკოვისა და ჩერნიგოვის ოლქები დაიბომბა. სერბეთში დემონსტრანტებმა მმართველი პარტიის ოფისები დააზიანეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. მეორე დღეა სერბეთში პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. დემონსტრანტებმა მმართველი პარტიის ოფისის ფანჯრები ჩაამსხვრიეს, შევიდნენ და შესასვლელი საღებავით შეღებეს. ამასთან სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 4 შაბათს მომხდარ შეტაკებებში 27 პოლიციელი და აქციის დაახლოებით 80 მონაწილე დაშავდა, ხოლო 47 ადამიანი დააკავეს. სერბეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის 1 ნოემბერს ქალაქ ნოვოსადში ახალგარემონტებული სარკინიგზო სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედიის შემდეგ სერბეთის მშენებლობის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით ის და კიდევ 13 პირი, რომლებიც რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქციასთან იყვნენ დაკავშირებულები, დააკავეს. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები ტრაგედიის მიზეზად კორუფციას, დაუდევრობასა და უსაფრთხოების ნორმების გაუთვალისწინებლობას ასახელებენ, რაც მათი განცხადებითვე სერბეთის ხელისუფლებაში არსებული ნეპოტიზმითაა გამოწვეული.